მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩვენთან მარათონზე მიმდინარე ერთ-ერთი ტექნიკის ბალანსის წრის მიხედვით შექმნილი ალგორითმი, რომელსაც ბალანსის წრი დავარქვი პირობითად ისე. ეხლა აი აქ მე თქვენთვის მოვამზადე ფორმატივით გადმოვიწერე, რაც იყო ბალანსის წრეში და აღნიშნე, თქვათ, სად რა არის ჩასმული. თქვენ ალბათ უკვე შედგენილი გაქვთ თქვენთვის ეს ბალანსის წრე გაკეთებული. უნდა გაგეკეთებინათ, როგორ შეგესრულებინათ ბალანსის წრის ტექნიკა. ჩამოწერილი უნდა გქონდეთ, თქვათ, ჯანმრთელობაში, კეთილდღეობაში, რა შედის, რა სურვილები გაქვთ, გარეგნობაში, რა სურვილები გაქვთ, განწყობაში, რა სურვილები გაქვთ. აი აქ სეირნობა, რეჟიმი, სპორტი, კვება, ძილი, ეს უნდა გაწეროთ თქვენთვის, ანუ თქვენს ცხოვრებაზე მორგებულად, როგორ გინდათ, რომ იყოს. ურთიერთობაში, კომუნიკაციაში, რა გაკლიათ, რა გჭირდებათ, რა გინდათ, რომ შეავსოთ ეს მეგობრობაში, რა სურვილი გაქვთ, რომ იყოს, როგორი გინდათ, რომ იყოს მეგობრობა თქვენს ცხოვრებაში მომავალ წელს და ასე შემდეგ. სიყვარულში, როგორ სიყვარულს ელოდებით, რა გინდათ, რომ მოვიდეს. იგივე გარემოცვაში, ნათესავები, კოლეგები, მეგობრები, ესენი ოპონენტებიც სხვათა შორის შედის აქ და ძალიან კარგია. ანუ ყველას ამას ჩვენ მოვიხსენებთ მადლიერებით ნეიროგრაფიკის შექმნის დროს, ამის ნეიროგრაფირებას მოვახდენთ. მაგრამ ამ წუთას გიხსნით თემის გაწერის დროს რა უნდა გამოიყენოთ. ვიყენებთ ჩვენს ბალანსის წრეზე აგებულ სურვილებს. რა თქმა უნდა, 2 წუთში ყველაფერს ვერ მოასწრებთ, მაგრამ წინასწარ დაჯექით, შეხედეთ თქვენი ბალანსის წრის მიხედვით დაწერილ სურვილებს, გამოყავით მათში, რომელი არის მთავარი თქვენთვის და უპირველესი და 2 წუთის მანძილზე ცალკე ფურცელზე ამოწერეთ, აი მაგალითად, აი ასე დაიდებთ ფურცელს, ამოწერთ 2 წუთის მანძილზე, რომელი პუნქტიდან რა გაქვთ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი გაკეთებული სურვილი. აი ამას ჩამოწერთ აქ და ასევე რის მიმართ ხართ მადლიერი. იმიტომ რომ ამ ნეიროგრაფიკაში მე მინდა გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ ვუთხრათ მადლობა წლევანდელ წელს, 2024 წელს, იმისთვის, რომ იყო ასეთი კარგი უხვი ჩვენთვის, ბევრი რამ კარგი მოგვიტანა და სასიკეთო. გაუშვათ ეს წელი მადლიერებით, გაუშვათ ადამიანების მიმართ, ვინც მოვიდნენ ამ წელს ჩვენს ცხოვრებაში და ვინც გაგვილამაზა ეს წელი, ვინც მაგალითად არ გაგვილამაზა, მაგრამ გარკვეული გაკვეთილები მოგვცა. ეს ადამიანები ხომ ჩვენი სარკეები და ასე ვთქვათ, შუქურები არიან ამ ადამიანებმა, ვინც ვთქვათ, მთლად სასიკეთოდ არ იმოქმედეს ამ წელს ჩვენს მიმართ, მაგრამ მიგვანიშნეს გარკვეულ საკითხებზე, რომელიც გქონდა ჩვენ დასამუშავებელი, ხო? ამიტომ მათაც მადლიერებით ვუშვებთ. ანუ ეს ადამიანები მხოლოდ ჩვენს თავდაჯერებულობას აძლიერებენ. ანუ ამ მიზნით არიან მოსულები, რომ ჩემი თავდაჯერებულობა, თქვენი თავდაჯერებულობა გააძლიერონ. ყველას მიმართ ვიყოთ მადლიერები, გაუშვათ მადლიერებით ეს წელი, იმიტომ რომ უამრავი კარგი რამ იყო მართალია ამ წელს, ძალიან ბევრი და მე ზუსტად ვიცი თქვენ რომ დაჯდებით და დაფიქრდებით და ჩამოწერთ, რისთვის შეიძლება იყოთ მადლიერი ამ წლის, ნახავთ რომ მართლა ბევრი რამ კარგი და სასიკეთო იყო მოხდა თქვენს ცხოვრებაში 2024-ში. მადლობა დაწერეთ ამისთვის და გადავალთ მერე 2025-ზე. და როგორც გითხარით, 2025 წელს ვიყენებთ ჩვენი ბალანსის წრეს, ესეთი დაჯღაბნილი არა გაქვთ, თქვენ გაქვთ ძალიან ლამაზი ფურცელი და იქ ყველაფერი ლამაზად არის ცისფერ ფოტოზე ჩამოწერილი. მის მიხედვით მუშაობდით, მაგრებ ფოტოს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ და შეგიძლიათ დასკრინოთ ის ფოტო, თუ ჯერ არ გაქვთ ნანახი და დაამუშაოთ ეს ბალანსის წრე. ფურცელზე ყველა ბალანსის წრის ყველა კომპონენტში მოძებნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სურვილები და ეს სურვილები ამოწერეთ 2 წუთის მანძილზე გააქტიურეთ ნეიროგრაფიკის შესრულებამდე თემა. ხო?
ანუ ორი თემა გვაქვს ამ ალგორითმში, ეს არის მადლიერება 2024 წლის და მომავალი წლის ბალანსის წრის შედგენა. აქ ესე იგი გაგახსენებთ ისე რომ არის ჯანმრთელობა, ურთიერთობა, გარემოცვა, მოწოდებაში შედის სამსახური, ბიზნესი, პროფესია, დაკავებულობა და სოციალური სტატუსი ჩვენი. აქ არის უზრუნველყოფა, რომელიც შედის შემოსავლები, გასავლები და ცხოვრების პირობები და ეს ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია, ყველა არც ერთი არ არის აქ ჩაწერილი. აქ გახლავთ თვითგანვითარება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. აქ არის სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა. შეგიძლიათ თქვენით დაამატოთ, რასაც თვლით, რომ თქვენს თვითგანვითარებაში არის საჭირო. აქ გახლავთ სიცოცხლის სიკაშკაშე, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გართობაც, დასვენებაც, ჰობიც, მოგზაურობაც და შთაბეჭდილებებით აუცილებელია დასვენება, აქტიური დასვენება ჩვენთვის საჭიროა. ზოგადად ყველა ადამიანს, რომელიც შრომობს მთელი წლის მანძილზე პერიოდულად, რომ არ გადაიწვეს, სჭირდება განტვირთვა. ამაში გვეხმარება სპორტი და ამაში გვეხმარება სიცოცხლის სიკაშკაშე. და რა თქმა უნდა სულიერება, რომლის გარეშეც ადამიანი არ არის, იმიტომ რომ თუ არ გაქვს სულიერი ნაწილი განვითარებული, მოდის დეპრესია, მოდის გაუგებრობა, რისთვის ცხოვრობ, რატო ცხოვრობ, მიზანი არ გაქვს. ან თუ გაქვს ეს მიზანი საბოლოოდ აღმოჩნდება ფუჭი სულიერების გარეშე. ამიტომ ამ ნაწილსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. რწმენა, შემოქმედება და ხელოვნება. ნახეთ რა საინტერესოა, რომ სულიერებაში რწმენასთან ერთად არის შემოქმედება, გაერთიანებული და ხელოვნება. და რატო? გავამახვილებ ყურადღებას. რწმენა არის, რა თქმა უნდა, უმთავრესი ძირითადი ნაწილი, რისიც გწამს ის იმითი ცხოვრობ. შემოქმედება რატო არის სულიერებაში? იმიტომ რომ ღმერთი არის შემოქმედი, მეგობრებო. მან შექმნა ეს ყველაფერი და ჩვენ მისი შექმნელები, ვინც ვართ, ყველას გვაქვს ეს ნიჭი შემოქმედის. ადამიანი მუდმივად რაღაცას ქმნის, მუდმივად თავისი აზრებით და ქმედებებით ქმნის თავის სივრცეს, მის გარშემო რაც ხდება, ყველაფერი არის ადამიანის შექმნილი. შემოქმედი უნდა იყო და მაღალ დონეზე უნდა აიყვანო შენი ქმნილებები, რომ შენი სივრცე იყოს მაღალ დონეზე. ამას მუდმივად უნდა ცდილობდეთ. შემოქმედება არ ნიშნავს, მეგობრებო, მარტო ხატვას, ძერწვას და ცეკვას ან სიმღერას. მარტო ეს არ არის შემოქმედება, ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაშიც მოქმედებთ, ცხოვრობთ და ტრიალებთ, ეს არის შემოქმედება. ამას უნდა უყუროთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს. შემოქმედება და ხელოვნება არის გაერთიანებული. თქვენი ცხოვრება არის ხელოვნების ნიმუში. ასე უყურეთ. როგორც კი ამ რაკურსით შეხედავთ თქვენს ცხოვრებას, წამსვლა შეიცვლება დამერწმუნეთ, დამოკიდებულება თქვენს მიმართ და ასევე შეიძლება თქვენი ცხოვრების წესი, თქვენი ცხოვრების დონე. გადაიყვანეთ მაღალ ხარისხში თქვენი ცხოვრება, გადაიყვანეთ რწმენის, შემოქმედების და ხელოვნების ხარისხში. აი ეს მინდოდა მეთქვა შესავალ ნაწილში. გაჩვენეთ მოკლედ ჩემი ბალანსის წრე, ჩემი ხელით გაკეთებული, აქ რო გამოჩენილი იყო კარგად. ვაკეთებთ შემდეგნაირად ჩვენს ნეირო ალგორითმს ბალანსის წრეს. და 2 წუთის განმავლობაში აქტიურებთ თემას და შემდეგი პროცესი. აი აქ სვავთ წრეს, ეს არ გვინდა ცოტა წვრილია. აი აქ აკეთებთ წრეს ცენტრში, მოძებნეთ. თუ გნებავთ ცოტა გვერდზეც რომ მოხდეს, არ იქნება პრობლემა და აი გაითვალისწინეთ, ბევრი შეკითხვა შემოდის, რამდენად საჭიროა სიმეტრიების დაცვა და ასე შემდეგ. სიმეტრიების დაცვა კარგია, მაგრამ ნეირო ალგორითმებში ეს აუცილებელი არ არის. ერთადერთი უბრალოდ რადგანაც ვაკეთებთ საკუთარ თავზე, მაინც ცენტრში ვართ ჩვენ, ხო? და აი ჩვენი თავი გავაკეთოთ ჩვენი, აი ეს არის სივრცე, ჩვენი სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ, პირობითად, რა თქმა უნდა, და აი ამ სივრცის ცენტრში ვიმყოფებით ჩვენ. ამიტომ აი აქ ვაკეთებ წრეს, რომელშიც ვწერ მეს. აი ეს არის თქვენი მე, თქვენი უმაღლესი გამოვლინება. და ნახეთ, გავუკეთოთ რამოდენიმე წრე.
ეს არის მადლიერების წრე 24 წლის მიმართ. დავწეროთ აქ. მე მადლიერი ვარ ჩემი 2024 წლის. გულიც დავხატოთ ლამაზ. მოკლედ ესე გავაკეთოთ 2024 წლის და ერთი წრე დავამატოთ, სადაც მადლიერებას უშვებთ. ჩვენი 2024 წლის იმ ადამიანების, ვინც იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში 2024 წელს. გავაკეთოთ ასე. ჩვენი ცენტრიდან გავუშვათ ნეიროქსელები. აქ მაგ ჯანმრთელობა ხო? აქ იყო სულიერება. თუ რომელიმე გამოგჩებათ, არა უშავს. თქვენ შეგიძლიათ ჩემგან განსხვავებით გაქვს შესაძლებლობა დაიდოთ გვერდზე თქვენი ბალანსის წრის ნიმუში ფოტო და იმის მიხედვით აკეთოთ. ანუ ჯანმრთელობაში როგორც ვთქვით იწერება თავარი მომენტები, რაც თქვენთვის არის საჭირო უფრო მეტად სულიერები რა გინდათ რომ 2025-ში გქონდეთ, სულიერებაშიც რაზე გინდათ რომ გაამახვილოთ ყურადღება, ხო? აქ თუ არ ვცდები იყო ურთიერთობა. აქ იყო კარიერა. ჩავიხედები შპარგალკაში. ტყილა ხომ არ გავაკეთე. так. ურთიერთობა სწორი. აქ არის გარემოცვა. აქ ახლავთ მოწოდება და დრო საკმარისად გაქვთ. ჯერ კიდევ ერთი კვირა მაინც იქნება. ერთი კვირა აბარ, ძალიან ცოტა დრო დარჩა და მალე იქნება ახალი წელი. так, აქ გვაქვს უზრუნველყოფა. უზრუნველყოფაში არის ფინანსების გაზრდა. ყოველ თვე 20%-ით. აი ეს გავაკეთეთ ჩვენ წინაზე. ფინანსების გაზრდაზე ვიმუშავეთ და ეს შეგვიძლია აქ ჩავწეროთ. ოღონდ ნახეთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, თქვენ არ აკოპირებთ ჩემსას და იმიტომ რომ ეს არის ჩემი სურვილები აქ ჩაწერილი, თქვენ აუცილებლად თქვენი უნდა გაწეროთ აქ. და თვითგანვითარებაში არის რამოდენიმე კურსის გავლა მჭირდება, მინდა. აქ აუცილებლად ჩავდმით ჩემი და ქეთის აფირმაციების გამოცემას, რომელიც უკვე ჩაშვებული გვაქვს საბეჭდად და ძალიან მალე იქნება და მოგიყვებით მე ამის თაობაზე. აუცილებლად ჩავწერო მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი გვინდა გავაკეთოთ და გამოუშვათ აფირმაციების სხვადასხვა თემებზე. ეს იქნება პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის წარმატების მოზიდვაზე, შემდეგი იქნება სიყვარულზეც, ურთიერთობაზეც და სხვადასხვა თემებზე იქნება აფირმაციები კარტების სახით გამოცემული. საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში იქნება, განსაკუთრებით კლუბის გოგოებისთვის და ეს ჩავწერეთ ჩემს განვითარებაში. ალბათ აქ უნდა ჩამეწერა, მაგრამ აქაც იყოს. კარგი, ეს გავაკეთეთ და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ნეიროგრაფიკაში ვიყენებთ რამოდენიმე ფიგურას, ეს გახლავთ 3 კუთხედები, ეს გახლავთ წრე და 4 კუთხედები. 4 კუთხედები გვაძლევს სიმყარეს,
სამკუთხედი გვაძლევს მისწრაფებას, მიზანდასახულობას, რომ რაღაცა სწრაფად განვითარდეს, ცოტა აგრესიული ფიგურაა სამკუთხედი, ამიტომ მისი გამოყენებისას დაფიქრდით, ნამდვილად არის საჭირო თუ არა, აი ამ სადაც გინდათ რომ ჩასვათ, მისი გამოყენება. და წრე ამ შემთხვევაში გვაქვს ყოველთვის არის სრულყოფილების მაჩვენებელი, სიმშვიდის, ბალანსის, აი თუ მაგალითად დახატავთ ნეიროგრაფიკას, სადაც თქვენი ემოციების გამოხატვა გინდათ, ხო, არა, გამოიტანოთ და გაუშვათ, ამას რომ გამოიტანთ, მერე წრეში ვსვათ, ხო, რომ დავაბალანსოთ, ანუ წრე ყველაფერს დაბალანსებს. ამიტომ მოდით მე აქ გამოვიყენებ რამოდენიმე წრეს ჩვენი ნეიროგრაფიული ალგორითმის უფრო კარგად შეკვრისთვის და ჩვენი სურვილების დაბალანსებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სამკუთხედი, თუ თვლით რომ რომელიღაცა მაგალითად პუნქტში გჭირდებათ უფრო გაჭრა, ხო, და გასვლა და უფრო რაკეტასავით რომ გავარდეს ეს თქვენი სურვილები, მიეცით სამკუთხედი, მაშინ და შეეცადეთ რომ წითლად არ გააფერადოთ მაშინ ის სამკუთხედი, თუ წითლად გააფერადებთ, ეს უფრო სწრაფად მოხდება და შესაძლოა უფრო როგორ თქვა, ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ დაბალანსებულად შემოვიდეს და ესე რაღაცა მდორედ შემოვიდეს, მაგრამ თუ თქვენ სწრაფად გჭირდებათ რეზულტატების მიღება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკუთხედით. და იცოდეთ რომ სწრაფად როცა რაღაცა ხდება, სწრაფი ცვლილებები მოყვება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. მე უბრალოდ გაფრთხილებასავით გეტყვით სამკუთხედის თაობაზე. მე რა თქმა უნდა ვიყენებ სამკუთხედებსაც, აი ეს არ ნიშნავს რომ თავს ვარიდებთ ამას, არავითარ შემთხვევაში პირიქით შეიძლება რომ ძალიან კარგად გამოიყენო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ წრეებს, თუმცა ისევ გეტყვით რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთხკუთხედებიც და სამკუთხედებიც. მოდით აქ გავაკეთებ აი ასეთ წრეს და შევეცდები რომ დავაკავშირო ეს წრეები ერთმანეთთან და ჩემს ბალანსთან. მოდი გავაკეთებ იმდენ წრეს, რამდენი ქონდა თქვა აღებული. დავიდეთ უკვე ნეიროგრაფირებაზე. თუ მოგინდებათ რომ რაღაცა კიდე დაამატოთ, შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩაამატოთ. აქ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ნეიროგრაფირებას. იცით რომ მოდით ჯერ წრეებს გავუკეთოთ ესეთი ნეიროგრაფირება. და თვალსაჩინოებისთვის გავაკეთებ თქვენთვის ფლომასტრით, რომ ხედავდეთ კარგად როგორ ვაკეთებ ამას. წრის ნეიროგრაფირებას. კლაკნილი ხაზებით და თან ფიქრობთ თქვენს მადლიერებაზე და იმეორეთ. მე მადლიერი ვარ 2024 წლის. მე მადლიერი ვარ. ჩემი 2024 წლის. მადლიერი ვარ, რომ ეს წელი იყო უხვი, ხვავი, ბედნიერი და ძალიან ბევრი სიკეთე მოიტანა. აი გაიხსენეთ, რა იყო მაგალითად ამ წელს თქვენს ცხოვრებაში კარგი. ვიღაცას შვილი გაუხდა სტუდენტი, ვიღაცის შვილმა ცოლი მოიყვანა და ორივე ჩემთან იყო ეს ბედნიერი ამბები ამ წელს. ვიღაცისთვის შეიძლება პირადად გაბედნიერდა და ეს იყო ძალიან კარგი წელი. ვიღაცამ თავისი ავადმყოფობა დაამარცხა ამ წელს და ამან მოუტანა ბედნიერება. ვიღაცას ჰქონდა კარიერული ზრდა, იქნებოდა ასეთიც ნამდვილად. და ნახეთ, ჩვენი ბედნიერების უმეტესი ნაწილი უკავშირდება ადამიანებს. ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ერთმანეთთან ყველა ვართ დაკავშირებული ნეიროქსელებით. ეს დამტკიცებული ფაქტია, რაღაცა ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობთ. ჩვენ გვაქვს კავშირი ერთმანეთთან, მეგობრებო, სულ ყველას. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი შენ თავს რასაც უსურვებ, ის რომ უსურვო სხვასაც. იმიტომ რომ თუ კი კავშირშია, ხო, მე თუ კარგად ვარ, ესე იგი სხვაც კარგად არის ჩემთან კავშირში, ვინც არის. ის თუ კარგად არის, მეც კარგად ვარ. ამიტომ სხვა უნდა ეცადოთ, რომ იყოს კარგად. გაუგზავნეთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც რაღაცა თავისი ასე ვთქვათ, არასწორი აზროვნების გამო რაღაცა ცუდს ცდილობენ რომ გაგიკეთონ, თქვენ გაუგზავნეთ მას საჩუქარი, სიყვარული
გონებით გაუგზავნეთ, რა თქმა უნდა. ყოველთვის შეგვიძლია რომ გაუგზავნოთ რაღაცა, მაგალითად ვიცით ტიპაჟს რა მოეწონება, ხო, თქვათ იმ ადამიანს და გაუგზავნეთ გონებით ეს საჩუქარი. ამით თქვენს თავსაც ათავისუფლებთ და იმ ადამიანსაც თქვენს მიმართ აღარ ექნება აგრესიული დამოკიდებულება. ნახავთ, ეს ძალიან ზუსტად და სწორად მოქმედებს. ეს ყველაფერი ჩვენ ვისწავლეთ კლუბში. ვინც აქტიურები ხართ კლუბში და ადევნებთ თვალყურს, რა ხდება ჩვენთან და რას ვდებთ და რაზე ვსაუბრობთ, გეცოდინებათ ეს ყველაფერი. მე უბრალოდ აქ შეგახსენებთ, როგორ მუშაობს სისტემა. ამიტომ თუკი ჩვენ ვიქნებით არათუ მომთმენი კი არ უნდა ვიყოთ, ანუ გააზრებული უნდა გქონდეს. გააზრებული როცა გაქვს, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე, მე რეაქცია აღარ აქვს მის ქცევებზე. იმიტომ რომ გააზრებული გაქვს რა მოქმედებს ამას. ნეირო ხაზებს ვამგვალებთ შიგნიდან, რატომ? რომ გადაბმის ადგილები, რომელიც წარმოქმნის კუთხეს, ეს კუთხეები მოვარბილოთ. აი, ამითი ჩვენ ვარბილებთ კუთხეებს. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხეების მორბილება. ამიტომ არ გაახალტუროთ ეს. არ წაუყუროთ ამ ადგილს, აი ამ ნაწილს ნეიროგრაფიკაში, რომელიც არის კუთხეების მომგვალება. ეს შეგიძლიათ პირდაპირ Z კუთხეზე გააკეთოთ, შეგიძლიათ ესე ნეიროგრაფირება გააკეთოთ და აი ასე წაიყვანოთ. ამ ნეიროგრაფირების მეშვეობით მომგვალოთ კუთხეები და მე გააფერადოთ. აი ასე, აქ სადაც პატარებია ასე. მოვამგვალე, გავაფერადე. მოვამგვალეთ, გავაფერადეთ. გონი ეს სამუშაო, ეს ნაწილი სამუშაოსი ჩვენ უკვე შევასრულეთ. ხშირად აქ სპირალსაც სვავენ, რომ გააერთიანოთ, თქვენ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გააკეთოთ. მე უბრალოდ მინდა რომ გავავლო შემდგომში სივრცული ხაზები. ეხლა დავიწყეთ გაფერადების ნაწილი და ვიცით რომ ამ ნაწილში ვიცით რომ მინიმუმ 2 უჯრედი, აი ხო შეიქმნა ხა აქ უჯრედები, მინიმუმ 2 უჯრედი უნდა იყოს გაფერადებული. სივრცულ დამატებითი ხაზები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ნამუშევარს და შემოაქვს სამყაროს ენერგიები ჩვენს ნამუშევარში და როგორც გახსოვთ, ამ სივრცულ ხაზებს ჩვენ ვავლებთ მარცხენა ქვედა კუთხიდან მარჯვენა ზედა კუთხისკენ და შევეცადოთ, რომ გადაკვეთოს ყველა, გააერთიანოს და გააძლიეროს ჩვენი ნამუშევარი. მომგვალეთ და ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას და მოდით ეს ფიქსაციის ფიგურა იყოს ჩვენი ადლიერება. თქვენი აირჩიეთ, თუ გსურთ რომ ფიქსაცია მოახდინოთ რომელიმე ბალანსიდან რომელიმე საკითხზე, რაც ჩვენ აქ გვაქვს არჩეული, თავისუფლად შეგიძლიათ აიღოთ ეს. და აქაც ვამგვალებთ, გამოგვივა მზესავით, ნახეთ, აყევით ცოტა, აი ასე. აი ასე. ესეთი ნამუშევარი გამოგვივიდა დღეს, ძალიან ლამაზი, კარგი, სავსე, სიყვარულით და მადლიერებით.
ყველას გისურვებთ გქონდეთ ბედნიერი ახალი წელი, გქონდეთ ყველაფერი ის სიკეთე, რადგან ოცნებობთ თქვენ, რაც გინდათ რომ იყოს მომავალ წელს თქვენს ცხოვრებაში.